ბინდის ფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდება არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება რატომ ასაიდუმლოებს ხელისუფლება დაღუპული ჯარისკაცების ისტორიას და რატომ გზალავენ საქართველოში გმირებს მალულად? ეს კითხვა საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება. ერთ-ერთი სამხედრო ექსპერტი ამ მოვლენის შემდეგ ახსნას გვთავაზობს. ამ ხელისუფლების სენია ის, რომ საკუთარი დანაშაულისა და მოქმედებების აღიარება უჭირს. როგორ შეიძლება, როდესაც თითოეული მოქალაქე აღიარებს ამ ადამიანებს როგორც ომში დაღუპულ გმირებს, არ მიეგოს ათანოდო პატივი, არ ვიცოდეთ ვინ იყვნენ ისინი. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა არ გაეხმაურებინა ავღანეთში ქართული ჯარისკაცების გარდაცვალების ფაქტები იმის გამო, რომ ამას არ მოჰყოლოდა უარყოფითი დამოკიდებულება სამშვიდობო მისიისადმი. ციტატის დასასრული. მაგრამ მარტო ეს მოსაზრება არ უნდა იყოს მიზეზი ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულებისა თავისი გმირებისადმი. აფხაზეთი და სამაჩაბლო ხომ ავღანეთი არ არის. ეს ხომ ჩვენი სამშობლოა. მას რატომ არ მიაგებს ხელისუფლება ღირსეულ პატივს იქ დაღუპულ გმირებს? სულ ახლახან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ავიღოთ. კაპრალი გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობის ამბავი ჩვენმა ხელისუფლებამ კი არ გაგვაგებინა, არამედ რუსების მიერ ინტერნეტში დადებულმა ვიდეო კადრებმა. მას მერეც, რაც ამ გასაოცარი გმირობის ამბავი შევიტყვეთ, ხელისუფლება კვლავაც არ განადიდებს ამ გმირობასა და მის შემოქმედს, არ უსახავს საზოგადოებას, მომავალ თაობას, ამ გმირობის მისაბაძ მაგალითს. იმის შიში ხომ არა აქვს საქართველოს დაძაბუნების მოსურნეებს, რომ ვინძლოდ ქართველში კვლავ არ გაიღვიძოს წინაპართაგან ჯიშით, სისხლითა და გვარგუჯავით ბოძებულმა, მიძნებულმა გმირულმა სულმა და სამშობლოსათვის თავდადების სურვილმა. ესეთ არ იყოს ჩვენი მეომარი ბიჭები, რომ თავიანთი გმირობით ხელისუფალთა ლაჩხობასა და სიმხდალის ამხელენ. და განამარტო ვაჟკაცი ანწუხელიძე შეუერთა გმირ წინაპართა დასს. ასეთნი მრავალნი იყვნენ. იშვიათი გმირობის მაგალითი გვიჩვენეს აგვისტოს ომში სოფელ შინდისში უთანასწორ ბრძოლაში ჩახუცილმა ქართველმა მეომრებმა, მაგრამ ხელისუფლებამ არც მათ მიაგო სათანადო პატივი, ღირსება და დიდება. ტერმა უფრო დააფასა ისინი, ვიდრე იმ ხელისუფლებამ, რომელმაც ისინი ამ ომში გაგზავნა. ხსენებულ ბრძოლაში ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ მებრძოლმა რუსმა ჯარისკაცმა, საშა დროზდოვმა ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს: ცხინვალში ვიყავით, როდესაც შეგვატყობინეს ცხინვალის გასასვლელთან ერთ-ერთ სოფელში ჩვენს ბატალიონს დამატებითი რაზმი ესაჭიროებაო. მივიღეთ ბრძანება და 9 საათში მივედით 70 კაციანი ჯგუფი და რას ხედავთ? ქართველები ჩვენებს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე ბევრი რუსი ჯარისკაცი იყო დაჭრილი და დაღუპული. ბატალიონის მეთაურმა უთხრა ჩვენს მეთაურს: არ ვიცი, ესენი ადამიანები არიან თუ ქაჯები. უკვე 1 საათია ასე დღეში ვართო. რუსმა გენერალმა, გაკვირვებულმა იმით, თუ როგორ შეძლო მხოლოდ ავტომატებით შეიარაღებულმა ქართველმა მეომრებმა ტანკებით, ჯავშანს ტრანსპორტიორებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული რუსი ქვედანაყოფი შეჩერება, და კიდევ უფრო განცვიფრებულმა იმით, რომ მათ გაძლიერებულ ბატალიონს სულ 20-ოდე ქართველი მეომარი ებრძოდა, რომლებმაც უკან დახევასა და ტყვედ ჩავარდნას მირული სიკვდილი ამჯობინეს, ასეთი რამ ჩაილაპარაკა. ნეტავი ასეთი გმირები და ვაჟკაცები მეც იქ ყოლოდაო, ჩეჩნეთს გულისხმობდა. ანწუხელიძისა და შინდისელი ბიჭების გმირობის ამბავი 300 არგველის გმირობასთან ერთად სკოლების სახელმძღვანელოში უნდა იყოს შეტანილი, ასწავლიდნენ და ამ სულით უნდა ზრდიდნენ მომავალ თაობას. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც უზნეო ჟურნალის ფურცლებზე გაშიშვლებულ საეჭვო რეპუტაციის გოგოს ღირსების ორდენით აჯილდოებს, რომელიც გეიაღულმების ორგანიზებით არის დაკავებული, რომელიც ზნეობისა და ღირსების დაცვისათვის მართლმადიდებელ ბიჭებს აპატიმრებს, საეჭვოა, რომ გმირობასა და სამშობლოსათვის თავდადებას წაახალისებს და მიბაძვის საგნად აქცევს. ქარი გიმღერით ნანასა ჩვენო გმირო ბიჭებო, საქართველო არ დაივიწყებს თქვენს გმირობას, ქვეყანა თქვენს სონას სანთლება დაინთებს. საქართველო სახად შეყრილი კვლავ წამოიმართება, აღსგება და აღდგომის მადლით განსხიოსნებული ღმერთსა და ჩვენს გმირ წინაპრებს შეავედრებს თქვენს უკვდავ სულებს. საქართველო, შენ ვინ მოგცა გმირები დასაკარგებლად?